ალო. ხო, გუგერს. მე ვარ. გამზადე გარაჟი ლიგის ფინალისტვის. სასმელი? ლუდი მომაქვს. რომელი და ბარსელონა. არა რამთრალი ვარ, კაცო. ბარსელონა დავლიოთ. არა ბიჭო, ის ბარსელონა ინტერმა დალია. მე მომაკ ესტრეა, ლუდი. ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორი. შენ რაკენი იცი? თხილი დაითრიე რა. თხილი, ოღონ თეთრი ფერის რო იყოს. ხო იცი ბარსელონათი თეთრი კარგად იჭმევა. ხო. კიდე რა მინდა და ბიჭო პარის სენ-ჟერმენს ხო გქომაგობთ? ხო. რა თქვა, ნევრები არ მომიშალო ეხა იქ ინტერის ფანები არ დამისვა გარაჟში. ხო და ჩაიწერე და ბიჭებსაც იქ ბაჩუკუნას, შირვანშახს და ბიჭებს უთხარი. ხო, ჩააწერინა და დაიზეპირეთ. Ici c'est Paris. ხო. Ici c'est quoi? ბიჭო, ჩაიწერე? კარგი, დავაი გუგერს. კარგი, მზად იყავით. კარგი. მოგესალმებით. მეგობრებო. ვემზადებით ყველა 31 მაისისთვის. კვარას ლიგის თასი უნდა ვიზეიმოთ. აბა შენი ციკვარა. აუცილებლად უნდა მოუგო ინტერს. პირველ რიგში იმიტომ მინდა მოუგო, რომ გაგვახარო ქართველები. მეორე იმიტომ მინდა რომ მოუგო, რომ იტალიის გუნდია და იტალიის გამო რაგბის 6 ერში არ გვიღებენ. კიდე იმიტომ მინდა მოუგო, რომ კატენაჩუ არ მევასება. კიდე ოთარ. ბარსა რო გამოაგდო მაგითო. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ინტერის მთავარმარცხნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ წელს ლიგაზე ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ვეთამაშე, ბაიერნი იყო. ბაიერნიო, ბიჭო. აი ხა თუ გამოგიქანე ეს ლუდი. ხო, ახლა ჩელსიზე აქვს თქვა ორი სიტყვა, თქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად დაიწყეს, მაინც მოახერხეს და მიაღწიეს სასურველ მიზანს, გილოცავთ ჩელსის ფანებს, გულითადად გილოცავთ ნოტინგემის დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ვიცი, ეს უფრო გაგეხარდათ, ვიდრე კონფერენს ლიგის მოგება. და რა თქმა უნდა, კონფერენს ლიგის მოგებასაც გილოცავთ ახლა, ჩემპიონობაა. აქვე უნდა ვთქვათ ნაპოლის წარმატებაზე, მინდა მიუმართო დელაურენტის და მთელ ნეაპოლს სახელმწიფო სპორტ შოუს სახელით მინდა სკუდეტოს მოგება მოგი. ხო, მინდა სახელმწიფო სპორტ შოუს სახელით სკუდეტოს მოგება მოგი. სადამდეც ითამაშა კვარა, იქამდე ვამბობ. მიგეცათ ხვიშასხვისას მედალი და მოგი ლოცოთ დავამატებდი და ახლა მოგი. უყურე შენ ამ არასწორებს. გადავიდეთ სხვა თემებზე. კრისტიანო რონალდუ ალ-ნასრის დაემშვიდობა და როგორც იწერება, შესაძლოა კარიერა მაიამიში განაგრძოსო. ანუ რა გამოდის ახლა მესი და რონალდო ერთ გუნდში, კაცო? ბიჭო. გუშინ დილით ვიღაცა კაცი დამადგა წიგნებით და ბუკლეტებით. მე მეუნებოდა გინდაო ჭეშმარიტ გვერდზე გელაპარაკოდა. მე რას მეუნებოდა, იცი? მალეო კრავი და მგელი ერთად მოძოვენი. მითხრა და არ მოусმინე ბიჭო და მართალი ყოფილი. მესი და რონალდო ერთ გუნდშიო. თუ არ არის კრავი და მგელი ერთად. რაც შეეხება რეალის ახალმწვრთნელს ხაბი ალონსო იქნება, ულოცავ. უმაგრესი ფეხბურთელი იყო, უმაგრესი მწვრთნელია, უკვე დაამტკიცა ეს ლევერკუზენში. გილოცავ ჩემო ხაბი, შენ უნდა გახდე ღირსეული მემკვიდრე ანჩელოტის, უნდა გააგრძელო დიდი გზა, კარლიტოს დიდი გზა, ოღონდ ბოლო სეზონში რო იყო ის გზა.
გადმოვინაცვლოთ ახლა საქართველოში ქართული კლასიკო გაიმართა 25 მაისს დინამო არენაზე. 2-0 მოიგო დინამომ, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ცუდი რამ მოხდა, ხელჩართული ჭუბი გაიმართა ფეხბურთელებს შორის, საჯმა 9 წითელი ბარათი ამოიღო. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, უნდა დაისაჯოს ორივე გუნდი. ქუთაისის ტორპედო არ ვიცი ჯერ როგორ უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე როგორც დინამო თბილისის გულშემატკივარი, ასეთ სასჯელს გთავაზობთ. მიუსაჯოთ სავსე ტრიბუნებზე თამაში. გაავსონ აბა ეროვნული სტადიონი თუ მაგრები არიან. ხო, ივნისში ამხანაგური მატჩები ელის ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და სანიოლმა უკვე დაასახელა შემადგენლობა, უნდა აღინიშნოს, რომ გვეყოლება ნაკრების ისტორიის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე საბა ხარებაშვილი, რომელიც 16 წლის და 8 თვისაა, გილოცავს საბა ბიძია. ბიძია კი არა და გილოცავს საბა ბაბუ. აქვე მინდა ერთი რჩევა მოგცე. სექტემბერში ხვდებით ესპანეთის ნაკრებს და იქ თუ მოგიწია თამაშით ძალიან მაგრა ითამაშე ბიჭო, ბარსელონას სკაუტები იქნებიან თამაშზე და ამ ბოლო დროს იქ ხო სულ ბავშვები შეუყვარდათ ნამეტანი. ბავშვებს ათამაშებენ და იქნებ, ჰა? იქნებ შენ და იამალი, ჰა? ხო, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი მეგობრებო და იქ ნახავთ გელაია ყორძაძე მეუნება, როგორ მეუნება. ოთარ, ნედა მამასტრო, ბელგრადის პარტიზანი რო ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მამა ჩემი იურა ხო პარტიზანი იყო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე მოგახსენებთ, რომ კვლავ ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა რაც შეეხება ჩვენი გადაცემის რუბრიკას, როგორ დასრულდება ლიგის ფინალი, მოგვიახლოვდა ლიგის ფინალი, მოსახლეობაში გაუშვი ჩემი ბუთქუჩა მსუქანა თანტალა და ტანტალა ვახო, იტანტალა ასე ქალაქის ქუჩებში იტანტალა და გამოკითხა ხალხი და ვნახოთ რას ფიქრობს ჩვენი ბრძენი მოსახლეობა. 95 წუთია 0-0 და კვარამ გაიტანა მაგრატელა და რა რეაქცია გვაქვს? ფანჯიდან გადავხტები რა. რომელსაც ცხოვრობ? კერძო სახლი მომე. ასე გადახტი კაცო. დიდარი ბავშვი ყოფილა, მოდი მე და შენ მაკასოდ ბიჭო. მე კერძო სახლი. შენ უკვე ყავს მაკას და მანე თავი. ამაზე რო დიდია. გადიგი ძენ. ფინალში რა მოხდება, აბა მითხარით? მოიგებს PSG. არიზი მოიგებს, რა თქმა უნდა. დემბელე გაიტანს ერთს და კვარა ორ ჩემი აზრით. ასისტი და გოლი კვარა ცხელიას. მოდი სუბიექტურად გეტყვი ინტერის მოგებისკენ ვარ, იმიტომ რომ ძალიან იტალიური გუნდი არის, იტალიელებმა ვიცით რა შეუძლიათ და უფრო ფრანგული მაგიის ძალის არ მჯერა რა და ინტერის მოგება. მეგრულ მაგიაზე არ ხსმენია არაფერი. მეგრულ მაგიაზე კი მსმენია, მაგრამ დუმფრესი უფრო გამოცდილი არის, ბევრთან აქვს ნათამაშები კვარა სტილის ფეხბურთელებთან და უფრო გაუმარტივდება მისი კონტრიერიშების დაჭერა. PSG ინტერი რა ანგარიშით მორჩება? 2-0. გაიტანს კვარა? კი. კვარა როგორ გაიტანს ამოგივა? რა ვიცი, მე სულ ისეთ რაღაცები მომართება ხოლმე მაგის სკოლაზე, ძალიან მიხარია ხოლმე. ტირი ვარ და რა ვიცი, მართლა ყველა. PSG მოუგებს 3-1. დემბელე 2 და კვარა 2. 2-0. ერთს კვარა გაიტანს, ერთს დემბელე გაიტანს. ამარდას მაისური? დიახ. ნახე? ამარდას ავტოგრაფი. შენს გაგსად? მაიკაზე. ამაზე არა. აუ, სუმამარდას მაისურებია. მეჩგერთი. არა. PSG ინტერი ვინ მოიგებს ლიგას? რატომ? რანაირად? როგორ? PSG მოიგებს 3-1. გინდა კვარაზე ვიმღეროთ ერთ სიმღერა მე და შენ. კვარას ლიგა ჩამოქონდა ალვის ხის ჩამონატანი კვარნაინინაინინაო კვარნანინანინაო იოსნო კვარა მოიგებს. 99 წუთია 0-0 და კვარამ გაიტანა მაგრატელა. რა რეაქცია გაქვს? დავაგრები კაურობას, რა რეაქცია უნდა მქონდეს. PSG მოიგებს 2-1. იმიტომ რომ უკეთესი გუნდია. უკეთესი კაცი ყავთ. კი, კვარა. ჩვენ გვიყვარს და სხვისაზე არ ვკიდია? ხო კიდე სხვისაზე. კი. PSG ინტერი ვინ მოიგებს და რა ანგარიშით? მე და PSG მოიგოს. რატომ? კვარაცხელი რო თამაშობს. რა ანგარიშით მორჩება თქვენი აზრით? შეიძლება 1-0. კვარამ უნდა გაიტანოს. 3-0 მოიგებს. კვარა? დიახ. რატო? მე ესე ვიცი. ვინ გითხრა? მე ვიცოდი ჩემ თვითონ. ვინ გითხრა? ჩემმა თამა. მოგეთ ამ ბავშვს სენდეთ რა, იცის რა, ხო იცი შენა? დიახ. ხო უეჭველია. დიახ. არ მომატყუო. არა. სიტყვას მაძლევ. დიახ. იცოდე გნახავ მე.
კი, გნახავ ისე თუ მომატყუებ. არა მოგატყუებ. მოიგებს. რატო? იმიტომ რომ ასე უნდა თელ საქართველოს. ჩვენ რო გვინდა მაგიტო? მაგიტო. ერთი გოლი როგორ უნდა გაიტანოს ახლა კვარაცხელიამ ლიგის ფინალს. თან ინტერთან. მაგის დედა ვატერე ახლა. სამოსაკრავი გუნდი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ცირა სერია ხო არ მიცეს? ეხლა. და სერიას არ მიცეს ამ ბოზება. ოდა ეხლა სერია საუკეთესო გუნდს და დააფაროს თავზე. სერია აბაფანკულო. Vaffanculo seria, vaffanculo. Puta di madre, vaffanculo cazzo. Თქვენი აზრით როგორ მორჩება ლიგის ფინალი? დააწერეთ ვიდეოს კომენტარებში. მე მინდა დიდი პატივისცემით და მოგზალებით მოგახსენოთ, რომ დღეიდან ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორი და სპონსორია ლუდი ესტრეა დამ. დამ. ახლა კი სტუმრები. დღეს ჩემი სტუმრები არიან ძალიან მაგარი ხალხი, როგორც ყოველთვის ახლა ცუდი ხალხი ჩემთან არ მოდის სტუმრად. ამჯერად ამერიკელი ფეხბურთის სპორტსმენები, ანუ ამერიკელი ფეხბურთელები, ლაშა უნგიაძე და ალექსანდრე გაგოშიძე. ამზანდით მიირთმევთ ფეხბურთელები ლუდს თუ როგორ? ვიკენდზე მოგესალმებით, დიდი მადლობა. მობრძანებისთვის მოდი ახლა მაყურებელი რომ არ დავაბნიოთ. მე მომზადებული ვარ თქვენი სტუმრობისთვის ერთ ამბავს წავიკითხავ. რომ ყველა მიხვდეს რატო ხართ დღეს თქვენ ჩვენი სტუმრები. მაინდა-მაინც დღეს. ესე იგი, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ოაზისის თასის ვიცე-ჩემპიონია. ჯერჯერობით ხო სწორია? ჯერჯერობით კი. სამწუხაროდ კი. სამწუხაროდ რომ ვიცე-ჩემპიონი და არა ვიცე არის სამწუხაროდ. ტურნირი ფლეგ ფეხბურთის ეგიდით მიმდინარეობდა, რომელიც უკვე მეორე წელია არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ-დაბიში იმართება და მასში აზიის ქვეყნები მონაწილეობენ. აზიის. მართალია. დაახლოებით. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მიწვეული გუნდის სტატუსით თამაშობდა, ანუ wild card-ით თამაშობდით ასე ვთქვათ. 4 თამაში მოიგო და ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 13-29 დამარცხდა დუბაის გუნდთან. სწორია? რომელიც ძირითადად ამერიკელებით იყო დაკომპლექტებული. დუბაის გუნდი. ხო. ჩვენი გუნდის ლიდერი ლაშა უნგიაძე, ანუ თქვენ ლაშა უნგიაძე მე. ტურნირის საუკეთესო შემტევად დასახელდა. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაიგეთ. მე ვერაფერი ვერ გავიგე და მოდი მომიწევით ახლა თავიდან. რა მოხდა აბუ-დაბიში? რა ტურნირია ეს? რატომ მიგიწვიეს თქვენ? რა დაწესებულება მიგიწვიათ და ასე შემდეგ. რა ტურნირია და ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, რო განვითარებისთვის ჩატარდეს რაღაც ტურნირი, ჩატარდა აბუ-დაბიში უკვე წინა წელს დაიწყო და ყოველწლიური სახე მიეცემა და ყოველ წელს უფრო გაიზრდება. და რადგანაც უნდათ რომ გაიზარდოს და უფრო მეტმა ქვეყანამ მოიცვას, ჩვენც მოგვიწვიეს, ასევე იორდანიდან, ეგვიპტიდან, რაღაც ბევრი ქვეყნებიდან იყვნენ რა ქვესენი ქვეყნები. და ამიტომაც ჩვენც მოგვიწვიეს. შემდეგ წელს კიდევ უფრო გაიზრდება დიდი ალბათობით და მაგით გამომოხვდით ჩვენ მანდ უბრალოდ ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს, იმიტომ რომ პირველი საერთაშორისო წარმატება იყო. ჩვენი ნაკრებისთვის. ანუ პირველი ესეთი დიდი ტურნირი იყო? არა, როიბონის ვითამაშეთ არა, მაგრამ რომელსაც წარმატებულად ვიასპარეზეთ. ანუ ფინალში გავხვედით. ფინალში გავედით. ისე ალექსანდრე, საემიროებში რო წახვედით, ჩვეულებრივი ფეხბურთი გეთამაშათ, ფულს მაინც შოვიდით. იქ ხო იცი ფეხბურთელებს რა კაი ფულს უხდიან. ეს სპორტი რა ვიცი ძალიან კარგია, ეხლა ავიტაცეთ ძალიან ამ ბოლო ხანებში და რაც სხვათა შორის ახსენე თუ არ გამიგია, ოლიმპიური სახეობად მიიღეს ეხლა ამერიკაში და არ მიხსენებია. ყველა ქვეყანა უკვე ძალიან ყურადღებას აქცევს და ჩვენც ჩართულები ვართ და ეს ტურნირიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ. ოლიმპიადაზე იქნება ამერიკული ფეხბურთი 28-ში ამერიკაში. 28-ში ლოს-ანჯელესში ოლიმპიური სახეობა გახდა. რა მაგარია, ამერიკელები იქ ვის რას დაუთმობენ? არა. არც ვერავინ ვერაფერს ვერ დაუგ. კარგი, რა გუნდებს ეთამაშეთ? ჩვენ ვეთამაშეთ ქუვეითის გუნდს, დუბაის გუნდს, აბუ-დაბის გუნდს და იორდანიის გუნდს ვეთამაშეთ. აჰა. დუბაის გუნდთან დამარცხდით, დანარჩენი 4-ე მოიგეთ. დანარჩენი მოიგეთ. ეს დამარცხდით ფინალში, ხო? ისე ხუმრობა იქით იყოს და მართლა ძალიან საინტერესო სპორტია. ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია ჯერჯერობით, ხო? ჩვენთან აი ჩანასახში შეიძლება არა პოპულარული ყოფილიყო, იმიტომ რომ რაგბს გავს
სახელში ფეხბურთი ურევია. შესაბამისად უკვე არაპოპულარული ხდება რა. ისე მაგარი უცნაური ხალხი ხართ რა. ჰოკეის მაისურებით თამაშობთ, რაგბის ბურთით და ფეხბურთიაო ამბობთ. და ყველაზე თავარი ის რომ ფეხბურთი საერთოდ არ ქვია მაგრამ. ფეხბურთი არ ქვია? უბრალოდ ფუტბოლ ქვია, იმიტომ რომ იქ ხო რაღაცა თავის საზომი ერთეულები აქვს რაღაცნაირია. გაუგებარად ერთი ქვია, ანუ რაღაცა ბურთის ზომას ქვია ფუტ. ანუ ეგ ბურთი არის 1 ფუტის ზომა და მაგით ქვია ფუტბოლი. და იმიტომ არა რომ ფეხს უტყავ. და იმიტომ არა რომ ფეხს არ უტყავ. ეს არის ვისად ეგეთი. ამერიკული ფეხბურთი ჩვენთან როგორ შემოვიდა მექსიკიდან? მექსიკის გავლით. შემოიპარა, როგორ მოხდა ჩვენთან ამერიკული ფეხბურთი? აი ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ჩამოვიდა საქართველოში და ამირან ქირია მაგალითად. და ლუკა ქირია ძმები, რომლებმაც დაიწყეს ამ სპორტის ესე რომ ვთქვათ თავიდან შემოტარა საქართველოში და მე ავიტაცეთ ხარიაობით, აი ბატონი პრეზიდენტიც დავით ფალავანდიშვილის მხარში დაგვიდგა და ნელ-ნელა განვითარდით ასე რომ ვთქვათ. გასაგებია, რამდენი წელია რაც არსებობს? 2014 წელი. საქართველოში. 2014 წლიდან დაიწყო, მაგრამ აი უფრო პროფესიონალურად და ჩამოყალიბებული ლიგით 2017 წლიდან. ნუ 14-დან დაიწყო, დაწყება, მაინც დაწყება, 11 წელია და ბევრი ადამიანია ჩართული დღესდღეობით. ბევრი ჯერჯერობით ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ჩართული, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო იმატებს. ეგაა მთავარი. და რაც ოლიმპიური სახეობა გახდა და მით უმეტეს შანსი გვაქვს, რომ პირველი გუნდური სახეობა გავხდეთ საქართველოს, რომელსაც აქვს შანსი, რომ ოლიმპიადაზე ითამაშოს. ძალიან დიდი მიღწევა იქნება და უფრო იმატებს. ჩვენ გვაქვს შანსი რომ ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? არის შანსი. საკვალიფიკაციო უნდა გავიაროთ. ევროპის გუნდებთან? ევროპის გუნდებთან დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით რა კვოტა იქნება და რამდენი გუნდი გავა ევროპიდან. ევროპაში ვინ არიან? აი მე-16-ზე ვარ ჩვენ. ჯიგრები, მაგრები ვინ არიან ალექსანდრე ევროპაში? ვინ თვლებია? იტალია, გერმანია. წინა მოქმედი ჩემპიონი იყო ევროპის, ახლა გერმანია და გერმანია ევროპის ჩემპიონი იყო. და იტალიასაც ძალიან კარგი გუნდი ყავს, მსოფლიოზე ამერიკასთან ფინალში დამარცხდა და რა ვიცი. იტალია მსოფლიოში ფინალზე წინაზე, ახლა მსოფლიოზე. მაგრა დამარცხდა თუ იჭიდავა. სულ ერთმანეთში კარგის, მაგრამ ამერიკა ჯერჯერობით მაინც ყველას ამარცხებს. კანადელებიც ვიცი რომ კარგად თამაშობენ, არა? ნორმალურად. ავსტრიელები უკეთესად თამაშობენ. ვინები? ავსტრია წლევანდ მსოფლიოზე. ავსტრია თუ ავსტრალია? ავსტრია. აგიკვირდება და წლევანდ მსოფლიოზე ფინალში იყვნენ ავსტრია კარგად. ავსტრია კანადაზე მაგარია ამერიკულ ფეხბურთში? ეგრე გამოდის. ეგ ტრამპს არ უთხრათ ბიჭო. რას დამარაგო. ნახე ერთ ამბავს მოგიყვებით რა, ჩვენი ლეგენდარული მოჭიდავე რომან რურვა ყავდა სტუმრად. მართლა ლეგენდა ბერძნულ რომაულჭიდაობაში როგორ რაღაც მოყვა იცი? კაროჩე ბერძნულ რომაულჭიდაობაშიო რა. ვინცო ვერ კაჩავდაო, ის მიდიოდაო თავისუფალშიო. მერე თავისუფალშიცო იწყრილებოდაო, იქაც თუ ვერ კაჩავდაო, ის გადადიოდა მერე ჯუდოშიო. მერე ვინც ჯუდოში ვერ კაჩავდაო, ის გადადიოდა სამბოშიო. სამბოშიო ვინც ვერ გაკაჩავდაო, ის გადადიოდა რაგბიშიო და ახლა რაგბში ვინც ვერ კაჩავს, ის გადადის ამერიკულ ფეხბურთში. ჯერჯერობით ეგრეა. საქართველოში ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ევროპაში ეგრე არა. სხვათა შორის არის ჩვენთან რამოდენიმე სპორტს რო თამაშობდა ისეთი სპორტსმენები და ანუ არა მარტო რაგბს, ფეხბურთს მაგალითად. კალათბურთს მაგალითად და ისინი რომ მოდიან ჩვენთან. თქვენ როგორ მოხვდით? ანუ პირდაპირ ამ სპორტზე მიხვედით თუ რამე გზა გაიარა? თამაშობდი. ჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობდი. ნუ არც ისე წარმატებულად რა თქმა უნდა, მაგრამ შენ რა პოზიციაზე ხარ ახლა? დაცვა ვითამაშე, ესე რომ ვთქვათ, safety. მომისმინე, შენ ის ტიპი ხარ? კარში რო არ ტყავს ბურთს თუ არა ხარ ეგ ტიპი? დიდ კონტაქტურში მაგალითად კარშიც ვურტყავ კი. ანუ ეს განსხვავებაა კონტაქტური და კონტაქტური. ფლეგ ფუტბოლის და კონტაქტური განსხვავდება. ის უფრო დემო ვერსია. კუოტერბეკი ვინ არის? კუოტერბეკი აქედან არც ერთი. აქედან არც ერთი, მაგრამ ეგ თავარი პოზიცია. გამქცევი შენ ხარ? გამქცევი მე. დამჭერ, ბურთს ვიჭერს. ბურთს ვიჭერს და ისენი ეგენ დიდები ახლა როგორი ვერსია? ეს ტიპები გვყავს? ეგ ტიპები გვყავს რა თქმა უნდა. ეგ ტიპები არის თავარი ტიპები. ვინც იცავენ. მაგრამ რადგანაც ეგ კონტაქტური ვერსია ვერ შევიდოდა ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და ფიზიკურად ვერ ჩაეტეოდა იმ დროში, დროშიც ოლიმპიადა ეტარდება რა. ვერ მოესწრებოდა ეგ ტურნირი. შესაბამისად ოლიმპიადაზე დაემატა უკონტაქტო ვერსია. ამიტომ ამ მომენტში ეს უკონტაქტო ვერსია უფრო პრიორიტეტულია ვიდრე კონტაქტო. ან დაახლოებით როგორც 7 კაცსა რაგბი და ამბობს, რომ დასვენება
მოასწრონ, აქ დაამატეს უკონტაქტო. ესეც დემო ვერსიაა ამერიკული. ნაკლები ხალხი თამაშობს უკონტაქტო ვერსიას. 5-5-ზეა? 5-5-ზეა და ის არის 11-11-ზე. აჰა. და იქ ჩვეულებრივად არის ხო? ჩვეულებრივად არის ყველა. ჩათვლი, კულები ჩვეულებრივად. იგივე ნარატივებად თითქმის ყველა. კარში დარტყმა. კარში დარტყმის გარდა. კარში დარტყმა აღარ. კარში დარტყმა არა. ხო ანუ. და შენ იგივეა ზუსტად, უბრალოდ უფრო ტაჩდაუნი არის? კი, რა თქმა უნდა. ტაჩდაუნი არის და დარტყმის მაგივრად რეალიზაცია გაქვს, შეტევას აკეთებ ერთ ქულიანს. კარგი, უკონტაქტოა და მანძილი როგორ უნდა მოიგო იქ თუ არავის არ დაეჯახე და იქ ხო იარდებს იგებ ხო? მე ასე ვიცი, ხა მე კინოებიდან ვიცი ეს. დახევარმა საქართველოს კინოებიდან ვიცი ეს. აი სახელით გეუბნება ფლეგ ფუტბოლი. ესეთი ფლეგები გვაქვს, ამით უნდა გააჩერო მოწინააღმდეგე, უნდა ჩამოძრო, რომ მანძილი არ მოგიგოს. აი, ორდროშობა ნახო გითამაშია. ორდროშობა. დაახლოებით ტექსტილია რა. მე უფრო შვიდქობანაში ვიყავი მაგარი. შვიდქობანა. გითამაშია შვიდქობანა? შვიდქობანა არა. ღადაო. პატარა. უკონტაქტო ვერსია შვიდქობანასი. არა, ჯერა. უკონტაქტო ვერსია ძალიან მაგარია. მაგრამ ეს უკონტაქტო ვერსიაშიც ეს ჩაფხუტები და ეს არა, უკონტაქტოში არა. არა, საჭირო. არა. და იმ ეშხს კარგავს. რაც ამერიკული ფეხბურთის. ხო, მაგრამ იქ ანუ დასვენებას ვერ ასწრებ. არა, ფიზიკურად ვერ მოხდა. უნდა დაიწყოს 2 თვით ადრე, ხო, ოლიმპიადამდე ეს. კი, ოლიმპიადაზე, ოლიმპიადამდე გაგრძელდეს დაახლოებით 2 თვე, რომ 3, 4, 5 თამაში მაინც ხო, ანუ 8 გუნდი მაინც რო იყოს. ხო, 8 გუნდი მაინც რო იყოს, რომ მე მეოთხე ფინალი, ნახევარფინალი, ფინალი ჩატარდეს. ანუ მაგალითად ფეხბურთში რომ არის 3 დღე რო ჭირდება დასასვენებლად, დაუშვათ მან ერთი კვირა როგორც ჭირდება აღდგენაზე რა. ყველა კონტაქტური სპორტი. რაგბში მსოფლიო ჩემპიონატი ხო ყველა სათამაშო სპორტებში ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარეობს, ხო? ალბათ ამერიკულ ფეხბურთშიც ასეა, ხო? ამერიკულ ფეხბურთში 8 თვიანი სულ თამაშობენ 17 თამაშს პლეი-ოფებამდე. და მე პლეი-ოფში კიდე +3, ანუ 20 მსოფლიო ჩემპიონი ნაკრებები? არა, NFL-ი ვიზავ, თავარი ლიგა, თავარ ჩემპიონატი. 20 თამაშზე მეტი წელიწადში არ ტარდება. ეს სუპერბოული კიდე რა მაგარი რაღაცაა. კიდე ფილმებით ვიცით და კიდე ვიცით სუპერბოულზე იგი ლედი გაგა მიმღერა. იქ სნუპ დოგი გამოვიდა. იქ ანუ და ინაუგურაციას გადადეს ერთხელ მე სწორად მახსოვს პრეზიდენტის, იმიტომ რომ სუპერბოული იყო. ძალიან დიდი მოვლენაა. ეს რა ფენომენია, აი ჩვენთან არის ეგეთი რამეები. აი მოდი ვთქვათ ეხა გავუშვათ ჩვენთან რომ ესეთი პოპულარული იყოს სუპერბოული, რომ ჩავატაროთ საქართველოს ჩემპიონატი, მოდი ვთქვათ ვინ არ უნდა ვამღეროთ მან. ვინ არ უნდა ვამღეროთ? ხო. ძალიან დიდი სიაროა და ვინ უნდა ვამღეროთ ეგრეთ. უბრალოდ ვინ უნდა ვამღეროთ ჩამოვთვალოთ. ვინ ვამღეროთ? კაი, მე მაქვს ერთი ვერსია. ანრი ჯოხაძე ვამღეროთ. და რა ვამღეროთ? აი ნავში რო შიშველი. არ უხდება. აი ვერ წარმოვიდგინე. ვერ წარმოვიდგინე. მაშინ რეპი გვინდა. ხო, ჰიპ-ჰოპ. ბიგტიკო. აი ბიგტიკო შეიძლება. ბიგტიკო და ემინემ. ბიგტიკო და ემინემ. ხო, კოლაბორაცია. კოლაბორაცია ძალიან მაგარი იქნება. ამერიკულ ფეხბურთში ალექსანდრე, ვინ არის მესი და ვინ არის რონალდო? ეხლა ეს სეზონი მოიგო იგლსმა, ფილადელფიას გუნდმა. ფილადელფია იგლს. სადაც საუკეთესო მოთამაშე იყო ბარკლი, რანბეკი ქვია, მან მორბენალი, სასწაულები აკეთა რა ვიცი, წელს. მორბენალი, ანუ ბურს აწოდებენ. ვისი პოზიციაა ეს? ლაშას პოზიციაა? კი, დაახლოებით. ხო. ხო. ბევრი რამე უნდა გაიაროს. ანუ ბარკლი არის მესი? არა. ანუ არა. მესი არის ტომ ბრეიდი. ტომ ბრეიდიმ ახლა დაასრულა კარიერა. ბარკლი არის რონალდო? არა, რონალდო იქნებოდა დიდი ალბათობით არონ როჯერსი. აბა ბარკლი ვინ არის? მე ეს ბარკლი არის წელს საუკეთესო მოთამაშე. იამალი არის ბარკლი. იამალი შეიძლება. იამალი, წლევანდელი. წლევანდელი იამალი არის ბარკლი. ანუ მესი არის ტომ ბრეიდი აუცილებლად. ანუ ტომ ბრეიდი არის ერთ საუკეთესო მოთამაშე. ყვარა ვინ არის? ყვარა. ყვარა იქნება და ჯასტინ ჯეფერსონი. ჯასტინ ჯეფერსონი. რომელ გუნდში თამაშობს ჯასტინ ჯეფერსონი? მინესოტაში თამაშობს და ჩემი პოზიცია ბურსი ჭერს და ბიჭო რა მაგარია მე ეგეთ თემებზე ლაპარაკი რა. ძალიან მაგარია მინესოტა. ერთი პერიოდი აჩემებული მქონდა ხა მე მართლა ფილმებიდან ვიცი და ჩემი საყვარელი კინოფილმი რომელია იცი? თუ არ ვცდები კიანუ რივზი თამაშობს? შეიძლება ვცდები ლოკაუტი რო გამოცხადდება. და გუნდის მესამე და მეოთხე ხარისხოვან ფეხბურთელებს რო იძახებენ.
იქ ერთი სუმოისტი რომ მოდის იაპონელი და ისო დგება იმაში. ძლიერი. კვერცხებს რო ჭამს, კვერცხებს. არ მაქვს სამწუხაროდ. არა, გაქნანა, ხო კიანუ რივსი არ არის მან? კოტერბეკი გუნდის. ძალიან ისე მახსოვს, მაგრამ ეგ კადრი გამახსენდა. ხო, აი ლოკაუტი ცხადდება, მოკლედ, ერთ-ერთი კლუბია. ძველ სტადიონზე რო შეკრება. ხო, ცხადდება ლოკაუტი, ეს წამყვანი ტიპები ეს, ხო იცი ეს ცეპებიანი, ოქროს ტიპებიანი, ეს იარაღიანი ტიპები რაღაცა ეს ფერატკანიანები, თეთრკანიანები უარს ამბობენ რა. ლოკაუტია რა. ხელფასებზე გასწრება იქ. ეს ტიპი და თურმე დამყარებულია რეალურ ფაქტებზე. ეს ხა მთლად ერთ-ერთი არ არის, მაგრამ რეალური ისტორია უდევს თურმე საფუძვლად. სხვათა შორის გუნდმა რაკნა იცი პლეი-ოფის საგზური მოიპოვა ამ მესამე და მეოთხე ხარისხოვან ტიპებთან ერთად. და მე პლეი-ოფში ძირითადი გუნდი ათამაშეს, იმიტომ რომ დამთავრდა ლოკაუტი. ერთი ეგ ფილმი მახსენდება. მეც ფილმებისგან მოვიწამლე ჯერ თავიდან, ამერიკულ ფეხბურთი რო არ არსებობს. ხო, ბევრი სიუჟეტი არსებობს. ამერიკულ ფეხბურთზე. კი, ბევრი ფილმია. ამერიკულ ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი სიუჟეტია. სხვანაირად უყვართ. სხვანაირად უყვართ, ხო რა, როგორც ინგლისელები იმაზე სოკერზე იღებენ და ფეხბურთზე იღებენ და კანადელები ჰოკეიზე იღებენ. ეს კანადური ანეკდოტი ხო იცი? ბავშვი რო იბადება და თავი გამოჩნდა მამა ესწრება იმითი, რა ქვია. ხო ესწრება, ვიდეო კამერით ესწრება და იღებს რა და მეანი გინეკოლოგი ამბობს რომ აიო თავი გამოჩნდაო რა და თავი არ მინდა კლუშკა თუ ჩამსო, კლუშკაო. რა ქვია, ჩაისა. ჯოხი, ყვანჯი, კლუშკა უფრო მაგარი სიტყვაა რა. ყვანჯი რა. ანუ იქ იბადება, ხო კანადელი იბადება ამ ყვანჯით, ხო? ეხლა კანადელები იმაზე იღებენ ამერიკელებს, ესა აქვთ, მაგრამ რა გინდა ძმაო ამერიკა მაგენ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ჰოკეიში. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან. ახლა ჰოკეი ყველაზე დიდი ლიგა მანდ არის და მაგიტო. NHL-ი ახლა. ერთი პერიოდი ჰოკეი არ ვიცი რატო ხო და აი ფილმებიდან არ ვიცი ფორმა მომეწონა, სახელი მომეწონა. ერთი პერიოდი Green Bay Packers ხომაგობდი რა. კარგი გუნდი. კარგი გუნდია. როჯერსის დროს კარგი გუნდი ყავდა. წვანე ფორმაა. ყვითელში, ლამაზი მაგიტო მომეწონა. მაგიტო მომეწონა. ძალიან ხო, ბიჭებო, თქვენ წესით ამერიკის ვიზის პრობლემა არ უნდა გქონდეთ, ხო? თუ აი ოლიმპიადაზე თუ მოხვდეთ, აღარ გვექნება ნამდვილად. ხო. ჩხუბები არის ხოლმე რა. როგორც ყველა კონტაქტური სპორტში. მე ერთხელ მახსოვს წავიკითხე. თუ არ ვცდები, ყაზახეთის ნაკრები მაგრად ცემესო ქართველებმაო. აი ხა სიმართლე თქვით, მართლა იყო ეს თუ ხო, ცოტა იყო. ცოტა როგორ? ცოტა. აი არ ვიცი. ჩვენთვისაც პირველი თამაში იყო ნაკრების კონტაქტურში და ჩვენთვისაც ემოციური თამაში იყო, ბევრად დატვირთული რაღაცა და ესენიც რაღაც ისე შეხვდნენ, რა ვიცი, მეტალობის ხოვობაც ხო არის ალბათ და ძალიან გამოწვევად იქცეოდნენ, მოკლედ, მთელი თამაში. ნუ კარგი, ყველას ვაწყნარეთ, თალი მძიმე ხალხი ხო ყავს. მაგათი დაწყნება ცოტა რთულია ხოლმე და არ გინდა თამაშია და ერთი მომენტიც არის, სადაც ვეღარ მოითმინეს ამ ყაზახმა ესე მიწაში აყარა სახეში და გაგიშდა და გადაუცხდა ფაკუთფათაც. ცოტა ცემით. ხო. აი საჯი როცა ხარ, როგორ უნდა მიხვდე, როდის არის ჩხუბი და როდის არის თამაში? რთული კითხვაა, იმიტომ რომ არდა ძალიან მარტივი პასუხი. შეგიძლია ჩაარტყა, დაიჯახო, ძალიან მაგრად დაარტყა, რა, გვერდიდან, წინიდან, უკრიდან. მაგრამ აი მაიკაზე ესე არ უნდა გამოგაჩერა ეს აჭარი. შეგიძლია ცემო, ეს არ შეიძლება რა. ძალიან მაგარია. მომავალში რას უნდა ველოდოთ? უახლოესი გეგმები რა არის? 2020 ხა სექტემბერში მივიდივართ პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე. ისე ფლეგ ფუტბოლში. სადაც ევროპაში მე-16 ადგილზე ვართ. ეგ უკვე ეს მსოფლიო ჩემპიონატიც ვითამაშეთ, ამ მე-16 ადგილზე გასვლის გამო მოვხვდით კვოტაში და მსოფლიო ჩემპიონატიც ვითამაშეთ ფინალში, ფინეთში. უკონტაქტოზეა. უკონტაქტოზე, იმიტომ რომ ჯერ ხა ეს არის ხო, პოპულარული და ეს არის მთავარი პრიორიტეტი და 2025-ში წავალთ პარიზში და შემდეგ წელს უკვე დაიწყება ოლიმპიადის საკვალიფიკაციოები, სადაც ეგ არის ჩვენ მთავარი мотиваცია, ის არის რომ 2028 წლის ოლიმპიადაზე მოვხვდეთ. ეს არის პირველი мотиваცია. ძალიან მაგარია. ასევე კონტაქტურშიც მე მიწვეულები ვართ უკვე ევროპის ჩემპიონატის ოღონდ B დივიზიონში, შეიძლება ალბათ მომავალი წლიდან ჩავერთვებით რა. ძალიან მაგარი ამბავია. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ გამარჯვებას. თქვენი გულშემატკივრები ვართ. იმედია რომ ჩვენი ცნობიერება უფრო ამაღლდება. იმედია. ამ სპორტის ოლიმპიადაზე თუ მოხვდებით, აუცილებლად ამაღლდება. უნდა მოხვდეთ ოლიმპიადაზე. მოკლედ ამერიკული ფეხბურთის სპორტსმენები, ამერიკელი ფეხბურთელები უფრო რაღაც კაი რაღაცა. ამერიკული ფეხბურთელები.
ამერიკელი კი არა. ამერიკული ფეხბურთელები ლაშა უნგიაძე და ალექსანდრე გაგოშიძე იყვნენ ჩემი სტუმრები. მადლობა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.